და ისევ საქართველოს მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო. თურქულის პრევენციისთვის აცრები ბორჯომის, გორისა და მცხეთის ფერმერთა საქონელს ჩაუტარდა. პროცესში ჩართულია 700-მდე ვეტერინარი. ვაქცინაციის ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია ბორჯომიდან დაიწყო. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში საქონლის აცრას ითვალისწინებს, ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების თურქულის პრევენციას გულისხმობს. მედიკამენტები, რომელიც პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ფრანგული წარმოებისა და ის სპეციალურ აღჭურვილობებთან ერთად ქვეყნის ყველა რეგიონში უკვე ჩატანილია. ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ადგილზე ჩატარებულ მომსახურებას კი სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დაიწყო თურქულის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით. დაგეგმილი არის დაახლოებით 922,000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია და ეს ღონისძიებები მოსახლეობისთვის არის უფასო. მოვიდნენ ვეტერინარი სამსახურიდან აცრეს საქონელი, ყავს ორი სული, აცრეს უფასოდ, ისვისაც ძალიან კარგია, რომ ჯანმრთელი საქონელი მოყოლება. ფერმერებს მსხვილფეხა პირუტყვის აცრების ჩატარებაში სპეციალისტები ეხმარებიან. სპეციალურად ამ პროგრამისთვის შეიქმნა ვეტერინართა ჯგუფები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში მუშაობენ. 700-მდე სპეციალისტს ვაქცინაციის პარალელურად თურქულის დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაც ევალება. ვეტერინარებმა ბორჯომის გარდა დღესვე აცრები დაიწყეს გორსა და მცხეთაში. გორის რაიონის სოფელ სვენეთში მიმდინარეობს ვაქცინაცია დაავადება თურქულის საწინააღმდეგოდ. დღეს ავცერით 28 სული უკვე მიმდინარეობს, გრძელდება ვაქცინაცია. ცხოველები დაცულები იქნებიან ინფექციური დაავადებებისგან. ჩვენც ვართ კმაყოფილები, რომ დავსაქმდით. ვაქცინაციასთან ერთად ხდება მსხვილფეხა შინაური პირუტყვის აღრიცხვაც. ვეტერინარების მიერ იქმნება სპეციალური საინფორმაციო ბაზა, სადაც ფიქსირდება თითოეული ცხოველის აცრების ისტორია. ეს კი მათთვის საიდენტიფიკაციო ნიშნების მინიჭებით ხდება, რომელსაც პირუტყს სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ყურზე ამაგრებენ. 99-201 ვაქცინირებული ცხოველი. თურქულის ინფექციაზეაცა წელს ყველა მსხვილფეხა რქოსანზეა გათვლილი 2000-ზე მეტ სოფელში. მომდევნო წლებში კი პირუტყვის ვაქცინაცია სხვა გავრცელებულ დაავადებებზეც იგეგმება.